რესტორანი ორთაჭალა საკმაოდ დიდი და პოპულარული რესტორანია თბილისში. ბუნებრივია, რომ ინტერესიც დიდია ამ ობიექტის მიმართ, ამიტომ შევდივართ და პირველად ვათვალიერებთ ამ ობიექტს. მე მეგონა, რომ მართლა ქეიფობენ ეს კაცები და მეთქი როგორ აცვიათ და თურმე ეს მანეკენები არის, ეს არის რეპროდუქცია, ნახეთ რა ლამაზად არის. ყველაფერი გაკეთებული. სადღაც ალბათ მე-19 საუკუნის ან მე-20 საუკუნის დასაწყისია, ანუ ესე არიან ჩაცმულები ეს მამაკაცები და აი როგორი პურმარილია, გოჭი, მწვადი, ცოცხალი, ბოლოკი. ძალიან მომეწონა ეს ექსპოზიცია. აბა ნახოთ, აქ არის მაყალი, აქ იწვება მწვადი და ძირითადი სამზარეულო არის აი აქ. ხინკლის ადგილი კაფელ მეტლახშია. მართალია ჭერი დაბალია, მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არანაირი რისკ ფაქტორი არ არის ამის გამო. ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი მიმდინარეობს. შევიხედოთ მაცივარში, გამარჯობა. ბეჭდები სად არის? ბეჭდები საფუძველი არის. არა, გამორიცხულია. ყველა აბსოლუტურად ტუშა არის დამღვის გარეშე. ეს რო არის სასაკლაოზე დაკლული, ეს არის გამორიცხული. 4-ვე მხარეს ხდება დადამღვა, აბსოლუტურად არსად დამღა არ არის. მე საიდან უნდა გავიგო, რომ ეს სასაკლაოზეა და როგორ არის დაკლული. ეს არის ტყუილი, რომ ეს სასაკლაოზე დაკლული არ არის. ყველაფერი უჟანგავით არის და აქ უკვე სულ სხვა სიტუაცია დაგხვდა. ჭერიც მოწესრიგებულია, კედლები კაფელ-მეტლახში შეფუთულია. ქალბეტონი ალაგებს კეთების პროცესშიც, ყველას აბსოლუტურად აცვია ფორმა, ეს რა თქმა უნდა კარგია და რაც მომწონს ეს ის არის, რომ ნახეთ გასქურა არის სოდით დამუშავებული, გასქურას კარგად ასუფთავებენ, გაწყრიალებულია, ქვაბები იდეალური სუფთა არის, რაც ძალიან მომწონს. გამწოვი არის, ნახეთ, გაწყრიალებული და სუფთა, ესე ძალიან მომწონს, ძალიან კარგია. ჩვეულებრივად ღია პროცესი მიმდინარეობს და ძალიან ბევრი სტუმარი არის ზევით და ეს ჩვეულებრივი მომენტია, რომ შეიძლება რაღაც აი მწვანილი დაიჭრა და იყოს იმ წუთში აი რაღაც თქვა შეიძლება იფიქროთ, რომ აი ეს რატო არ თქვა კოიძემო, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი სამზარეულოში, უჟანგავი დაფა, მოწესრიგებული დანები გაწყრიალებული, დაფაც სუფთა არის, ის მწვანე აქვს, იმიტომ რომ მწვანილი დაიჭრა და ყველაფერი აი თანამშრომლები ხელთათმანებით მუშაობენ თავდახურული, ანუ მე როგორც ასეთი პრეტენზია ამ შემთხვევაში რომ გამოვთქვა, მე ვიქნები მიკერძოებული და მიზეს მაძებარი ყოიც. მაცივებში ვთხოვოთ, რომ იყოს აუცილებლად დასტიკერებული ყველაფერი, იმიტომ რომ соусებიც არის, კარტოფილი, ბადრიჯანი თუ კი გვაქვს, აი ისიც კარტოფილი არის ზევიდან, ვერ დავინახე, ისიც კარტოფილია, კი ბატონო. თავდახურული უნდა იყოს, იმიტომ რომ ზევიდან არ დაიყაროს რამე, აი ეს რომ გამოვიღეთ, დავდეთ მაგიდაზე და შემდეგ უკვე შევდეთ მაცივარში, ყველა ვარიანტში თავდახურვა არის საჭირო. ქათმის ცხიმია ჩაყინული, სრულიად უფლება გაქვს, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ აი ნახეთ. თქვენ რამდენი წლის მზარეული ბრძანდებით? 30 წლის. ეხა მითხარით, მზა პროდუქტი, რომელიც არ გაირეცხება. აი ნახეთ როგორ იხსნება და გულღვიძლი, რომელიც სისხლში არის. კი, არის შეფუთული, მაგრამ რისკი იმის, რომ გაიხეს არის. რატო პლაფონები, რატო უნდა იყოს შეფუთული? იმის რისკი არსებობს, რომ გასკდება და აი აქაც იგივე, რომ გაიხეს ყუპატიც და ესეც ხო შეიძლება? შესაძლებელია. მოდით რომ ცალ-ცალკე დავაწყეთ, ხო? უბრალოდ გამოცვალოთ ადგილი, მეტი მე პრეტენზია არ მაქვს. და თხოვნა მაქვს კიდე ეცადეთ, რომ იყოს ყველაფერი აბსოლუტურად კონტეინერებში და მე იყოს ჩადებული, რომ უფრო დაცულები ვიყოთ. მაცივარზე ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი მიმდინარეობს და ძალიან კარგია. აქაც ყველაფერი არის პროდუქტი დასტიკერებული და ყველაფერი კონტეინერებშია მოთავსებული და ყველაფერი თავდახურულია და ძალიან კარგია. ტილოებს უყურებ, ეხა და ნახეთ, აი ტილოები, სველი ტილოები, ეს, ნახეთ, ყველაფერი სუფთაა. მომწონს ღრუბელი, ნახეთ, სუფთაა, ერთადერთი რაც არ მომწონს, უფრო უნდა გაწმინდოთ პერიოდულად უფრო ხშირად ბადეები. ტაფები აუცილებლად გაქვთ შესაძლებელი, იმიტომ რომ კონდენსატი იქნება ტაფაზე თუ იქნება კონდენსატი ზევიდან წვეთა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დაფებს, როდესაც გარეცხავთ, აი ასე არ უნდა შრებოდეს, იმიტომ რომ აი ისე გაშავდება. ახალი ღუმელია, ცხება
სინების აუცილებლად მექანიკურად უნდა დასუფთავდეს. ქვაბები აღვნიშნე, რომ ძალიან სუფთა და მოწესრიგებულია. დანები სწორად არის განლაგებული და კარგია, რომ აი ერთად რო იციან ჩაყრა ისი არ არის და სწორად შრება. გარდა დანებისა იქაც უყურებ, რომ იქეთა მხარესაც იგივე მდგომარეობა. ანუ დანას უნდა კონდეს კარგი გამოშრობის უნარი, საშუალება, რომ მიკრობები არ გავრცელდეს ტარებთან და ესეც რა თქმა უნდა კარგია. გაწკრიალებული სუფთა ზეთი არის, კონდენსატი არის სამწუხაროდ. ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ აი ეთყობა, რომ წმინდავენ და ახალი დაწყებულია და იმედია, რომ ძალიან მალე გაწმინდავენ. ხორცის მანქანა არის გარეცხილი, გაპრიალებული სუფთა მდგომარეობაში. ესეც ძალიან კარგია. მაცივარში დაფასოებულია ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ მე პირადად მაცივარს გავალღობდი და გავწმინდავდი. როგორც თანამედროვე აი ესეთი ძველებური ქართული ინტერიერიც არის, ნახეთ როგორი ლამაზი სუფრებია ქართული ანბანით. აი ესეთი რბილი ბალიშები და სავარძელსაც ასევე რბილი ბალიშები აქვს. ძალიან კარგად გამოიყურება ეს ვერანდა, მე მომწონს. აქ შეგიძლიათ ჩამოჯდეთ. აი ესე დატკბეთ ხმაურით, ქალაქის ხმებით და აქვე არის ქალთა სივრცე. აჰა, გასაგებია, ქალთა სივრცე ყოფილა საპირფარეშო. ნახეთ, ჯერ სარკეში ჩაიხედეთ, გაიპრანჭეთ. შემდეგ თუ სიგარეტს ეწევით, აქვე შეგიძლიათ ჩამოჯდეთ. და თუ უშუალოდ სველი წერტილით გინდათ ისარგებლოთ, აი აქ შეგიძლიათ შემობრძანდეთ. აქ ნამდვილად ეთყობა დამლაგებლის ხელი. ნახეთ როგორი სუფთა გაპრიალებული სარკია, აი ეს კედელიც, ფილები, იატაკი, ყველაფერი სუფთა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის მოვდივართ მოულოდნელად, არავინ არ გველოდებოდა, არ იცოდა რომ მოვიდოდით, მაგრამ ყველაფერი არის სუფთა და მოწესრიგებული. ეს ნიშნავს, რომ რესტორანი ყოველთვის ესე მუშაობს. ნახეთ როგორი სუფთა ნიჟარა, აი შეხედეთ, წყალი მოდის, აი როგორი ლამაზი ონკანია. ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. აქ არის ასევე კაფი, საპნის და არის ხელსახოცი. ყველაფერი არის ძალიან სუფთა და მოწესრიგებული, ძალიან სასიამოვნო სივრცეა. აი ესეთი სასიამოვნო რაღაც სურნერიც დგას და მომწონს და მაღალი შეფასება რესტორანი ორთაჭალის სველ წერტილს. ეს დღევანდელი გამზადებული პროდუქტია, დღევანდელია ყველაფერი, მაგრამ ვეცადოთ რომ მაინც გადავიტანოთ სხვა კონტეინერებში. ხელთათმანებს კარგია რომ ხმარობთ დიდი რაოდენობით. ეს არის მაცივარი უშუალოდ მცხობელის, ჰასპი დანერგილია ობიექტზე და ჩანს ყველგან აბსოლუტურად. აი ნახეთ, აქაც არის თერმომეტრი, რომელიც აკონტროლებს მაცივარში ტემპერატურულ რეჟიმს. და რაც კიდე მომწონს, აი ეს შეხედეთ როგორ არის, ჯერ სილიკონის არის ფუნჯი და მერე ფუნჯი გამოყენებული არის, აი შეფუთული ისე რომ ესეც არის სწორი. კინაღამ გულმა რატო უნდა დააგარტყათ? როცა ყველაფერს სწორად აკეთებთ, არანაირ შემთხვევაში არ დაგიკარგავთ ნაშრომს. ეხა თქვენი სახელიც არ ვიცოდი, ბატონო კობა და რესტორანში ვარ 3 წლის უკან ქალბატონ მადონა ხარატიშვილის დაბადების დღეზე ნამყოფი და მეტი არ შემოსულა რესტორანში და რაც დაიმსახურეთ, იმას ვამბობ, თუ კი უვლით ობიექტს, რა თქმა უნდა ობიექტურად შეგაფასებთ. აქ აი რაც ხდება, ყველაფერს უყურებთ და ყველაფერი წესრიგშია და თქვენ სუსტ წერტილს დაუბრუნდეთ. მე ვთქვი რომ დაუბრუნდებოდი. ეხლა მინდა მენეჯერი ეს არის საყინულე. რა ბეჭდიანია დამუშავებული, გამორიცხულია. კარგი, აქ მანახოს ერთი ანაჭრელი, ახლა რა სისულელია, სად არის? ერთი ანაჭრელი მაჩვენეთ მაშინ. დამუშავებული რას ნიშნავს? აი აჭრილიც რო იყოს, უნდა იყოს 4-ვე იმაზე, საერთოდ განახსნელიც არ არის, 4-ვე კიდური უნდა იყოს. დახურული სივრცეც ძალიან მომწონს, ნახეთ, ძველი თბილისის უბანია. არ ვიცი ეს არის ორთაჭალა თუ ავლაბარია, ეხლა ვერ ვცნობ, თუ მეიდანი, მაგრამ ნახეთ როგორი ლამაზი ექსპოზიცია. ანუ შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ძაღლებიც კი არის, მოვაჭრეები მოდიან იქ, თონის პურს აცხობენ, მეზოვეები, ქალბატონი დგას, ნახეთ როგორი
ასახულია მე-19 საუკუნის თბილისის ყოფა ცხოვრება. ძალიან მომწონს ყველაფერი, ახლა შევდივართ ძარბაში. იცით, აი ჩანს, რომ ყველაფერი ნაფიქრია, იმიტომ რომ აქვს რესტორანს თავისი კონცეფცია, თუნდაც ვიტრაჟი, თუნდაც ეს ნატურალური მასალა, ხის და ქვის, აგურის, ხურჯინები, ყველაფერი არის ესეთი ძველ ქართულ ესთეტიკაში შესრულებული და ძალიან მომწონს. კიდევ ერთი უკვე დახურული ვერანდაა, აი ხედავთ და აი მოდით ბებოსთან მივიდეთ, აი აქ ბებო გველოდება, რასაკეთებს ბებო? არ ვიცი, ღომს ხარშავს, ფელამუშს თუ რას? აგერ ნახეთ როგორი ბებო გველოდება. იცით ვის გავს? სესილი თაყაიშვილს ფილმიდან მე ბებია ილიკო და ილარიონი. თუ გიყვართ ტრადიციული ქართული სამზარეულო, მაშინ ალბათ ღირს აქ მოსვლა. თუმცა აი დაგემოვნება, რა თქმა უნდა ჩვენ დღეს არ გამოგვივა, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ, მაგრამ თუ ოდესმე მოვხდებით ორთაჭალაში, ალბათ დავაგემოვნებთ კიდევაც და გავიგებთ აბა რამდენად შეესაბამება ეს ინტერიერი, ექსტერიერი კერძების გემოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვართ ორთაჭალაში, ხეივნის 2 ნომერში, რესტორანში ორთაჭალა.